მე ვარ ილია შაიდინძე 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის 21 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ფეხბურთი, ცეკვა და დოლზე დაკვრა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. 7 თვე არ ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია ბაჩი მასწავლებელი. ის არის მხიარული, მოხალისე, ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს და სწრაფია. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 22 გოლი. აქედან ერთი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. წინ ჩემმა მეგობარმა პასი მომცა მარცხენა ფლანგზე და ახლოს მივედი ცოტა და ჰაერში იყო ბურთი და დავარტყი ფეხი მაკრატილა უკან და გავიტანე გოლი. საერთოდ არ ველოდი და ისე გამიხარდა, ახლაც მიხარია. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მატაობა. და მოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. უკვე ორჯერ მქონდა შეჯიბრება. უფრო კარგად დამამახსოვრდა მეორე თამაში. 12-8 კი წავაგეთ, მაგრამ მაინც კარგად ვითამაშეთ. მე გავაკეთე ასისტი და ერთ-ერთი საუკეთესოც ვიყავ. 6 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი მომღერალი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, შეიძლება მერე გადავიდე ბარსელონაში და ბოლოს გადავალ ნეაპოლში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია და ჩემი საყვარელი გუნდია PSG. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 50 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მომღერალი, იმიტომ რომ კაი ხმა მაქვს. ჩემი საყვარელი სიმღერაა ქალაქებიდან. რეპია და ძალიან კარგად გამომდის. დავათე უმე რამდენი ღამეს და დავლე მთვარე გზას მინათებს, მუზა ახალ აზრებს ბადებს მე მიყვები ბილიქს მე მიყვები გზებს, ამით კაპიშონი თავზე ვიმყოფები მარზე და გელოდები არ დააგვიანო შეხვედრაზე, უსოპლანეტაზე მე-16 ვარზე დაგირებე დაგილაგე მოგიყვანი აზზე. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და 3 წლის ასაკში მომაფიქრდა რომ ხატვარი უნდა გამოსულიყავი და ვხატავდი. ყველაზე ხშირად ვხატავ ცნობილი ადამიანების პორტრეტებს. ჩემი აზრით ყველაზე რთულია ქალაქის დახატვა. ყველაზე ადვილია ავტომობილის დახატვა. მე მიყვარს მანქანები, ტარება არ ვიცი, მაგრამ მარშრუტკას ვატარებ. 22 წლის რო გავხდები, ვიყიდი წითელ BMW F60-ს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვანს ორს. მაშინ უკვე ვიქნები 23 წლის. მეყოლება 2 შვილი, გიო და ელენე. ჩემს ორს დავარქმე ვანას. ახლა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა 2. იმგოვაებს იმიტომ დავშორდი, რომ მათი ენა არ ვიცოდი. ცხოვრობდი ერახში და ერაყულად ლაპარაკობდნენ. 8 წელი იქ ვიყავი და უცებ ქართველ გოგოებზე ვერ გადმოვერთი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი დამრიგებელი მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დათა შარაშიძე. ყველაზე ჭკვიანია ნოდა დარჩიძე. ყველაზე მშვიდია ელენე ხორავა. მე ვარ ყველაზე ცელკი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მაია ირემაძე, რადგან ძალიან მხიარულია, ბავშვებს არ გვიყვირის და გვახალისებს. ახლა მინდა ვიყოთ 15 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 და 1 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 1 და 1 ძმა. ჩემი უფროსი და არის 12 წლის და ქვია ქეთი. ის არის პრანჭკა და ჩემსავით ცელკი. ჩემი აზრით ქეთი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. ძმა არის 6 წლის და ქვია გიორგი. გიორგი არის წარმატებული ფეხბურთელი და რომ გაიზრდება ფეხბურთელი გამოვა. უმცროსი და არის 6 წლის და ქვია ქრისტი. ქრისტინე არის ლამაზი და ჯიუტი გოგო. ისიც ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური, მშრომელი, გულუკვი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე. ანუ ჩემზე და ჩემს ლამას შეყვარებულზე. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ თაობაში. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა 3ჯერ ტრიალი. ყველაზე უფრო გამიადვილდა ცერებზე დადგომა. საყვარელი ლეთია ეს. ჩემ ქორწილში ჩავისმევ ნაცრისფერ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ცოლს უცეკვა არ ეწოდინება, ვეცეკვები ჩემ დას. ისიც თაობაში დადის და ჩემთან ერთად ცეკვავს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი წითელ BMW F60-ს. სამოგზაუროს სიამოვნებით წავიდოდი სამხრეთ კორეაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ მწვრთნელთან, ბაჩი მასწავლებელთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუწოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია iPhone 16 Pro Max. ბედნიერება არის მამიკოს მალე ჩამოსვლა გერმანიიდან და მთელი ოჯახის ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.